ორი წამი წარმოიდგინეთ აი ესეთი სიუჟეტი. ზღვის ხედი, სადაც თევზი ამოხტება, ჩახტება, ამოხტება, ჩახტება, ამოხტება, ჩახტება. ამ დროს ზღვის ზედაპირზე არის ჩიტი, რომელიც უყურებს ამ თევზს და გონია, რადგან ერთხელ უკვე ამოხტა, ორჯერ უკვე ამოხტა, მას ფრენა შეუძლია. ჩიტი დიდი ხანი ელოდებოდა, რომ თევზი მასთან ერთად გაფრინდებოდა, ბოლოს გაბრაზდა. ჩიტი გაბრაზდა, რადგან თევზი მასთან ერთად არ წავიდა, მას ეგონა, რომ უბრალოდ მასთან ერთად არ წავიდა. ბოლოს მიხვდა, რომ ეს არის თევზი, რადგან ის ერთხელ ან ორჯერ წყლიდან ამოხტა და წყლის ზედაპირს მოშორდა, არ ნიშნავს, რომ მას ფრენა შეუძლია. ამიტომ მიხვდა, რომ ის არ უნდა გაბრაზებულიყო და გააგრძელა თავისი სასურველი მომავლისკენ ფრენა. ამით რისი თქმა მინდა. თუ ჩვენ ადამიანებს ვუყურებთ, მის აქციელს ვაფასებთ ჩვენი გადმოსახედიდან, ზოგჯერ გქონია, რომ ისინი რაღაცას განგებარ აკეთებენ. ამ დროს უბრალოდ შენ ხარ ჩიტი, შენ შეგიძლია ფრენა და რადგან დაინახე, რომ ვიღაცა ოდნავ აცდა მიწას, მასაც შეუძლია ფრენა და ამ დროს მას ფრენა არ შეუძლია. ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ ჩვენ არ უნდა გავბრაზდეთ ზღვის აქციელზე, არც ჩვენს თავზე. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მიზნისკენ და გზებისკენ სიარული, ფრენა, იმის კეთება, რაც ჩვენ სიამოვნებას გვანიჭებს, ხოლო იმათ, ვისაც შეუძლიათ ცურვა, ვაცადოთ ცურვა, ვისაც უნდა ხოხვა, ვაცადოთ ხოხვა, ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია ავირჩიოთ ის ადამიანები, ვისაც შეუძლია ფრენა, მაგრამ არ შეგვიძლია თევზს ვასწავლოთ ფრენა. ამიტომ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, ნუ დავკარგავთ დროს და წავიდეთ ჩვენი სასურველი მომავლისკენ.